გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენ თემა ხევსურული წინდები და შემდეგი სქემა. ახლა გეტყვით ეს რატო გვაქვს ასე მთლიანი, რომ უფრო ადვილი და გასაგები იყოს თქვენთვის, დააკვირდით, ვიწყებთ აქედან სქემას, ხო? პირველი რიგი ეს მთლიანად ჩვენ შემთხვევაში ლურჯ ფონს ვგსოვთ, წინდას, და პირველი რიგი მოიქსოვება, ხო? ეს ვიცით, ეს სხვა ცალკე სქემა არის და როცა შეხედავთ, უკვე წაკითხვა იცით, ვინც იცით, აი ეს არის და მოქსოვილი გვაქვს, ჩვენ ვაგრძელებთ ახლა და ვიწყებთ აი აქედან. ნახეთ ახლა აქ დააკვირდით. სქემას ვგსოვთ თეთრით ჩვენ შემთხვევაში. 2 თეთრი 3 ლურჯი, 2 თეთრი 3 ლურჯი, 2 თეთრი 3 ლურჯი და ნახეთ შემდეგ 1 2 3 4 5. აი ეს მინდა რომ ამ სქემას როცა გადაიტანთ, იცოდეთ სად ჩასვათ ეს 5 რა ფონითაც გსოვთ იმ ფერის თვლები. ამ შემთხვევაში ლურჯი, რომ ადვილი იყოს თქვენთვის გასაგებად. 1 2 3 4 2 თეთრი უნდა ჩავსვათ. 1 2 3 სამჯერ ლურჯი უნდა ჩავსვათ 3 თვალი. ეს დასაწყისია, ეს სხვა არის კიდევ. და შემდეგ 5 თვალი იგივე გაგრძელდება, აი რატომ აქვს ეს მთლიანი სქემა ახლა. 1 2 3 4 ჯერ 2 თვალს მოვგსოვთ თეთრს. 1 2 3 იქნება სამჯერ 3 ლურჯი თვალი და შემდეგ ისევ იქნება 5 ლურჯი. და რატომ? ეს გრეხილი ნახე ახლა მოდის ასე. შემდეგ ეს აქედან მოდის. გამოდის, რომ ნაპირებია ერთმანეთის გვერდით. და ეს თუ ახლა აქედან წამოვა, აქეთ იქნება, აქ იქნება ნაპირები გვერდით, ხო? ამიტომ ეს ძირები რომ არის გვერდი, აი აქ ერთის და მეორეს შუა იქნება 5 თვალი ლურჯი. რადგან აი ეს მოხრილი აქვს ზევით. კი აქაც გვერდით გვერდ არის, ხო? მაგრამ აქ ქვევით აქვს მოხრილი და 3 თვალი ყოფნის. აქ არ ყოფნის, რადგან ზევიდან იწყება. აი ეს აქედან არის მოხატული, ასე ვთქვათ, და აქ 5 თვალი ჭირდება. ერთი ხვეული, მეორე ხვეული გვერდის გვერდ არის, მაგრამ აქ 3 თვალია შუა, რადგან ეს ქვევით არის. ნაპირები, ასე ვთქვათ. ერთი ხვეული, მეორე ხვეული გვერდი გვერდ არის, მაგრამ აქ 5 თვალი ჭირდება ლურჯი, რადგან ზევით არის ნაპირები. ასე გაგრძელდება ყოველ 2 ხვეულის შემდეგ, ყოველ 2 ხვეულის შემდეგ. ამიტომ აი როცა უკვე სქემას დაიწყებთ და თვლებს აიღებთ, აი ეს არის შეგეშალოს სად უნდა ჩასვათ. არ არის პირდაპირ ასე რომ ვიწყებთ სქემას და ვგსოვთ 2 3 2 3 2 3, არ არის. არის რამდენიმე, შემდეგ ეს არის. არის რამდენიმე, შემდეგ ეს არის. შემდეგ ისევ თავიდან იწყებ. არის რამდენიმე, შემდეგ ისევ ეს იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა დავიწყოთ ეს რაც ავხსენი და მოვგსოვოთ. არ არის რთული, მაგრამ დაკვირვება ჭირდება, რადგან სხვადასხვა რაოდენობის თვლები უნდა ჩასვა სხვადასხვა ადგილას. ახლა დავიწყოთ ათვლა თავიდან. ნახე?
აქედან იწყება თვლები, ხო, აი ეს მოქსოვილი გვაქვს კიდევ ამბობ და ეს ძალიან ადვილია უკვე თქვენთვის წასაკითხადაც და მოსაქსოვადაც. 1/7 სფერია, შემდეგ 1-1-1-1 ეს წინა სქემებში უკვე წინა ვიდეოებში მოქსოვილი გვაქვს ეს სქემა, შემდეგ ისევ წითელი და შემდეგ ლურჯი, რადგან ჩვენ ლურჯ ფონზე ვგსოვთ ახლა ამ სქემას. აქ დანომრილი ცასია, ეს ცალკეა, ეს სქემა შემდეგ ცალკეა და ეს კიდე ცალკეა, ეს ზევიდან იქნება. ეს უკვე მე ვფიქრობ, რომ გასაგები იქნება თქვენთვის. აქედან ვიწყებთ თვლების ათვლას, პირველი რიგი ლურჯი მოქსოვილი გვაქვს და ვიწყებთ სქემას მეორე რიგი 1-2 ლურჯი მოვგსოვოთ. 1-2 ლურჯი მოვგსოვოთ. ახლა ნახე. 2 თეთრი 3 ლურჯი, 2 თეთრი 3 ლურჯი, 2 თეთრი 3 ლურჯი და 2 თეთრი. აი აქამდე ერთი და იგივეს ვგსოვთ ჩვენ. აი აქამდე, ხო? 1 2 3 4 უნდა მოვგსოვოთ 2 თეთრი და შუა იქნება 3-3 ლურჯი. და როგორ გადმოვიტან ახლა? 2 თეთრი 3 ლურჯი თან ძაფი წამოვიღოთ, არ დაგვავიწყდეს. ეს წინა ვიდეოშიც ავხსენი, რომ ეს რომელი ძაფითაც არ ვგსოვთ და მოგვაქვს გვჭირდება, აქედან რო არ წამოვიდეს და გარედან არ იყოს აბლანდული, მოგვაქვს. 3 ლურჯი 1-2 თეთრი. ისევ 3 ლურჯი. ვგსოვ აი როგორც არის 2 თეთრი 3 ლურჯი, 2 თეთრი 3 ლურჯი. თან თეთრი ძაფი მოგვაქვს, ლურჯით გვგსოვთ 3 თვალი. აი ასე. 2 თეთრი 3 ლურჯი 1-2 3. ახლა ჩვენ დავთვალოთ, რამდენი გვჭირდება. ეს 2 ლურჯი თავიდან ცალკე იყო და არის 1-2 3 4 თეთრი უნდა მოგვეგვსოვა. 1-2 3 1 კიდევ გვჭირდება. ესაც მეოთხე. აი მე მგონი არ არის ხო რთული გასაგები, რას ვამბობ. 1-2 3 4 თეთრი 1-2 3 4 თეთრი ოროს გვგსოვთ. 1-2 3 ლურჯი 3-3 შუა 1-2 3 ლურჯი 3-3. ეს მოვგსოვეთ აი აქამდე. საიდანაც იწყება ახლა სხვაობა. ეს სხვაობა არის, ნახეთ, 1-2 3 4 5 ლურჯი უნდა მოვგსოვოთ ახლა ამის შემდეგ. აი ასე გადათვლით და ასე დააყენებთ დასაწყისში ამ ააწყობთ დასაწყისში ამ სქემას. 1 ლურჯი ახლა უნდა მოვგსოვო 5 ლურჯი და მე რო 5 ლურჯი მოვგსოვო, აი აქ უნდა გამოვიდე. ამ თეთრ ძაფს ასე ხო ვერ წამოვიღებთ ზემოდან და გადავჭიმავთ, ხო? ამიტომ 1 ლურჯი 2 3 4 5 ლურჯი მჭირდებოდა და მოვგსოვე. არსად არაფერი არ ჩანს, ზევიდან არ დევს, აი ასე არ დევს ძაფი, აი ის თეთრი. გადავგსოვეთ. ძაფში ძაფი რო ზევიდან არ გამოჩნდეს ცუდად. შემდეგ ვაგრძელებთ ჩვენ. ახლა ეს რაც მინდოდა რომ მეჩვენებინე ეს სხვაობა თქვენთვი და ამხელა სქემა რატომ დავხაზე, აქ რომ მოხვალთ, იწყებ თავიდან 2 თეთრი, აი ამ 2 თეთრით, ისევ ერთი და იგივეს აგრძელებ. მაგრამ აი მინდოდა ეს სხვაობა დაგენახა და გავაგრძელოთ ჩვენ, ნახე.
1 თეთრი, 2 თეთრი, 3 თეთრი, 4 თეთრი. მე ვთვლი, რამდენჯერ უნდა ჩავაქსოვოთ. ორ-ორია, ეს არ დაგავიწყდეს 1 2 რო ვამბობ. 1 2 თეთრი, 2 2 თეთრი, 3 2 თეთრი, 4 2 თეთრი. მე მგონი ყველანაირად გასაგებად ვამბობ. ახლა ლურჯი, 3 ლურჯი, 3 ლურჯი, 3 ლურჯი, შუა და შუა. დავიწყოთ. 2 თეთრი, 1-ია ეს, ხო? ახლა ლურჯი 3 თავისთავად 1 2 3. 2 თეთრი. ეს უკვე მეორეა. რავი, რა ქვი, როგორ დავარქვათ ამას? მეორე წერტილი? 2 თეთრი. 1 ლურჯი, 2 ლურჯი, 3 ლურჯი. მესამე 2 თეთრი. ხო ასეა? 5 ლურჯის შემდეგ 1 2 და 3. ჩვენ გვჭირდება 4. ამიტომ კიდევ 1 3 ლურჯიც მოვგზავნოთ. 2 3. და ჩვენ აქ გვჭირდება კიდევ 2 თეთრი, მაგრამ აქ სქემა დამთავრდა. რახან სქემა დამთავრდა? ესე იგი ვეღარ გავაგრძელებთ ამის შემდეგ. თუ ბევრი თვლები გექნება უფრო და უფრო დიდ ზომას გსოვ, თუნდაც ჯემპერზე აგრძელებ და აგრძელებ. 4-ჯერ ამოიყვან თეთრს, ამ თეთრებს, შუა და შუა 3-3 ლურჯია, შემდეგ ისევ 5 ლურჯი იქნება, როგორც აქ არის 5 ლურჯი. ჩვენ ახლა ვგსოვოთ, უკვე გასაგებია მე მგონი და ვგსოვოთ აი ამ სქემაზე, რადგან სულ ერთი და იგივეა შემდეგ და შემდეგ. აქ სანიშნი დავტოვოთ, რომ გასაგები იყოს. რიგი მთავრდება და ახალი რიგი იწყება. ახლა შემდეგი. ვართ მესამე რიგზე, ნახე. მეორე რიგი თუ 2 ლურჯით იწყებოდა, აი ეს 2 ლურჯი, მესამე რიგი 1 ლურჯით იწყება, რადგან ეს ცარიელი უჯრა, ვიცით, რომ 1 თვალია, პირველი თვალია ლურჯი. ცარიელი უჯრა არის ლურჯი და 1 გვაქვს. აქედან იწყება თვლები. კარგი. ამოვიყვანოთ 1 ლურჯი. აქ 2 თეთრი რო იყო, ახლა არის 4 თეთრი და როგორ არის? ამ თეთრებზე ხო თვითონ თეთრი? ეს ხო თვლებია, ესაც ხო თვლებია. 1 თეთრი აქეთ მოდის, 1 თეთრი აქეთ მოდის და გამოვიდა 4 თეთრი. ეს 2 თეთრი შუაში რჩება. აი ამ 2 თეთრზე ვსაუბრობთ. აქეთაც და აქეთაცო ახლა მოგსოვე 4 თეთრი, აი ასე. ამიტომ აქ პირველი თვალი 1 ლურჯი დაგვრჩა. და ახლა დავთვალოთ 1 2 3 4 თეთრი მოვგსოვოთ. 1 2 თან ლურჯი უნდა წამოვიღოთ. 3 4 თეთრი მოვგსოვოთ და გამოვიდა, ხო? ქვედა თეთრები, შუა თეთრებია. აქეთ იქით დავამატეთ თითო. აი ასე. შემდეგ ვაგრძელებთ მესამე რიგს. 1 2 3 ლურჯი. 1 აი როცა აქეთ მაქვს ეს ძაფი და მეორე ძაფი უნდა გამოვიყოლო და ამ ძაფით ვგსოვ ახლა ლურჯით, ხო? ნახე. ქვევიდან გამოვატარებ ამ ლურჯს, ხო არ დავიხსნი ახლა, იმიტომ და ქვევით მოვაქცევ, იმიტომ ესაც ხო მჭირდება შემდეგ ისევ, ხო? აი ასე შემოვატარებ. აი აქ ჩავაქსოვინები მეორე ძაფს და სუფთად მოიქსოვება შიგნიდან. 3 ლურჯი. 2 თეთრი, 1 ლურჯი, 2 თეთრი. 2 თეთრი. აქ უკვე სულ სხვადასხვა რაოდენობა იქსოვება და სულ უნდა ჯერ საერთოდ და ახლა როცა ამდენი
სხვადასხვა რაოდენობა გაქვს, სულ უნდა თვალო და ისე ქსოვო ფერები, რომ არ მოგივიდეს ან ზედმეტი, ან ნაკლები. 2 თეთრი, 1 ლურჯი, 2 თეთრი, აი მოვქსოვე. აი აქ ვარ. შემდეგ 3 ლურჯი, მესამე რიგს ვქსოვთ, 3 ლურჯი, 4 თეთრი. 1, აი საიდან გავალ და აქედან გამოვიტან ლურჯს, რომ თეთრი წამოიღოს. 3 ლურჯი, 4 თეთრიო, 1, ახლა თეთრს ვქსოვ და ლურჯი მომაქვს. 2, 3, 4. მესამე რიგი, 4 თეთრი, აი აქ ვარ. 1, 2, 3 ლურჯი, ეს ის ადგილია, სადაც 5 ლურჯი იყო. ეს აქეთ მოდის, ეს აქეთ მოდის და 3 ლურჯი. აი ეს არის ახლა დააკვირდი კარგად, აი ეს არის ამისი დასაწყისი აქ. ეს ხო ასე მოდის, აი ამისი დასაწყისი, მაგრამ მე ხო აი აქედან ვიწყებ ქსოვას. აქ, ნახე, ამიტომ 1 ლურჯი მაქვს. აი, ნახე. აქ წინ 2-ია, იმიტომ რომ მე ვაგრძელებ, საიდანღაც მოვდივარ, აქ თავიდან ვიწყებ. აქ რომ მოხვალ, ხო, აი აქ. ეს სქემა შენ აღარ დაგჭირდება, აი აქედან იწყებ ათვლას. 4 თეთრი, 3 ლურჯი, ნახე. ლურჯი და მესამე ლურჯი კიდე. ახლა უნდა მოვქსოვო 4 თეთრი და აი მოვქსოვო 4 თეთრს და დავიწყებ თავიდან სქემას. 1, 2, 3, 4. ძალიან მიაჩვიეთ თვალი სქემების წაკითხვას, გააცნობიერებ ადამიანი, მერე გაგიადვილდება. 4 თეთრი მოვქსოვე და ვაგრძელებ 3 ლურჯი. 1, 2, 3 ლურჯი. ორი თეთრი, 1 ლურჯი, 2 თეთრი. 1, 2 თეთრი, 1 ლურჯი, 2 თეთრი. აი აქ ვარ. 1, 2, 3 ლურჯი. 1. ნახე საიდან გამომაქვს? 2, 3 ლურჯი. აი აქ ხო 4 თეთრი. მე უკვე მოვედი აქ. რიგი დასრულდა და რამდენიც იქნება იმ ფერის თვალი ნაჩვენები, იმდენს ამოვიყვან. რაც მაქვს დარჩენილი უფრო სწორად, იმ თვლებს ამოვიყვან. გადავდივართ ახლა და მეოთხე რიგი უნდა მოვქსოვოთ ამ სქემის. ნახე, 2 ლურჯით დავიწყეთ მეორე რიგი. 1 ლურჯი იყო, დარჩა მესამე რიგზე. ვქსოვთ მეოთხე რიგს და აღარა გვაქვს ლურჯი, ეს არის თვლების დასაწყისი და 2 თეთრი გვაქვს. ეს ლურჯიც გაქრება, 2 თეთრი გვაქვს. ესე იგი მივდივართ და აი თეთრი გავიდა უკვე ბოლოში, დასაწყისი აქ მეტი თვლები აღარ არის იქით. 2 თეთრი. 2 თეთრი, 2 ლურჯი, 2 თეთრი, 2 ლურჯი, 2 თეთრი,
ერთი ლურჯი. აი, სადამდე უნდა მოგსოვო ერთი და იგივე, ახლა ნახე. აი, აქ უნდა მოხვიდე. 1, 2, 3 ჯერ მოვხსოვ 2 თეთრს და 2 ჯერ მოვხსოვ 2 ლურჯს და აქ რომ მოვალ, მერე აქ დავაკვირდები უკვე, ხო? აი, ესენი დაითვალე, რომ ზუსტად აქამდე მოხვიდე და არ შეგეშალოს. 2 თეთრი. როგორცა მეოთხე რიგი მოვხსოვე 2 ლურჯი შემდეგ 2 ლურჯი 2 თეთრი შემდეგ 1 2 თეთრი 2 ლურჯი შემდეგ 1 2 და მეოთხე რიგზე 1 2 მესამე კიდე უნდა მოვხსოვო 2 თეთრი. ნახე 1 2 3 სამჯერ მოვხსოვე 2 თეთრი. უკვე სამჯერ არ დაგიჭირეო იმ ქართული ფილმის არ ეყოს. მეოთხე რიგი 1 2 3 და თავისთავად შუ და შუ არის 2 ლურჯი. ახლა მოვედით აქ და 1 ლურჯი გვაქვს მხოლოდ. ნახოთ 1 ლურჯი გვაქვს მხოლოდ. შემდეგ რა ხდება? მეოთხე რიგი ეს არის 2 თეთრი გვაქვს, 2 ლურჯი გვაქვს, 2 თეთრი გვაქვს, 2 ლურჯი გვაქვს, 2 თეთრი გვაქვს. ნახე, იგივეს ვიმეორებთ 1 2 ისევ სამჯერ. 1 ლურჯის შემდეგ 2 თეთრი, 2 ლურჯი, ეს ერთით. 2 თეთრი, 2 ლურჯი, ეს მეორე თეთრი, 2 თეთრი, ეს უკვე მესამე თეთრი, ორ-ორს რო ვგსოვთ, ხო? და მოვედი აქ. მეოთხე რიგს ვგსოვ და მოვედი აქ. აქ ისევ 1 ლურჯი. შემდეგ იწყება ისევ 2 თეთრი და ნახე, ისევ თავიდან აქედან ვიწყებ მე სქემას. 1 ლურჯს მოვგსოვ ახლა, აი ასე და ნახე. ისევ აქედან დავიწყებ. 2 თეთრი, 2 ლურჯი და ასე შემდეგ. 1 2 ახლა უკვე გასაგებია, ხო? მე ვითვლი თეთრები რამდენი მოვხსოვა 2-2, 1-ის შემდეგ, 1 ლურჯის შემდეგ. 1 2 და 1 კიდე უნდა მოვხსოვა 2 თეთრი. ახლა იქნება 1 ლურჯი და ისევ ვიწყებთ თავიდან. აი აქ დამთავრდა, აქ იწყებ და ეს ისევ თავიდან და ისევ თავიდან, აქედან აქამდე, აქედან აქამდე. 1 ლურჯი. ვიწყებთ ისევ თავიდან. 1 2 1 2 და გამოვედით ნაპირში, ეს რაც რჩება აქ, რა ფერიც იქნება, შეგხვდება ბოლოს რა ფერის თვალსაც მოითხოვს, იმ ფერს მოგხსოვ და მეტი ვეღარ აგრძელებ აქ სქემას. რიგი მთავრდება და ვიწყებთ ახალ რიგს. გადავდივართ ახლა მეხუთე რიგზე. ახლა ნახე, მეხუთე რიგი და დასაწყისი გვეუბნება. ხო გავედით ეს თეთრები ბოლომდე და 2 თეთრი მოგხსოვეთ დასაწყისში. იგივე თეთრზე ისევ 2 თეთრი მოგხსოვეო, 2 თეთრზე 2 თეთრი მოგხსოვეო. მაგრამ დააკვირდი, სადაც 2 ლურჯი იყო, ახლა 3 ლურჯია.
რადგან ეს ასე რომ მოდის, ახლა იქით მიდის, იქით. 2 თეთრი, 3 ლურჯი. დასაწყისი 2 თეთრზე ქვედა რიგიდან ისევ 2 თეთრს მოვგსოვთ. ახლა 2 ლურჯი იყო წინა რიგზე, ჩვენ მესამეს ვუმატებთ გაგრძელებას. აქეთ მოდის 1, 2 იგივე მოიგსოვა, შემდეგ 1 ლურჯი დაემატა. ნახე ახლა 1, 2, 3, 4 თეთრია. 1, 2 ლურჯი ძაფი უნდა წამოვიღოთ. 3, 4 თეთრია. შემდეგ ლურჯი. 4 თეთრის შემდეგ 3 ლურჯი უნდა მოვგსოვოთ. ეს 4 თეთრი დააკვირდი ახლა. აქედან რომ ვგსოვდით ჩვენ. ეს რომ მოდის აქეთ. აი, ახლა ესენი უნდა შეერთდეს და როგორც აქ იყო ეს, აი ასე, ახლა ეს გრეხილი ასე უნდა აქედან უნდა გაერთიანდეს, ხო? 4 თეთრი და 3 ლურჯი გვაქვს. 4 თეთრი, 1 ლურჯი მოგსოვილი გვაქვს. 2 თეთრი ძაფი მოგვაქვს და 3 ლურჯი გვაქვს. ასე გვიჩვენებს ნახაზი. კარგი. მე-5 რიგს ვგსოვთ. 3 ლურჯი და ისევ 4 თეთრია. 1, 2, 3, ისევ 4 თეთრია და მოვგსოვოთ 4 თეთრი. შემდეგ 3 ლურჯია და შემდეგ 2 თეთრია. 1, 2, 3 ლურჯია და 2 თეთრია. 1, 2 თეთრია. ახლა ნახე. ამ 2 თეთრის შემდეგ მოვგსოვთ 1 ლურჯს, როგორც გვიჩვენებს, ხო, ნახაზზე რაც არის. ნახე ახლა. ნახაზი აქ მთავრდება და იწყება თავიდან. აი, 2 თეთრი. ხო, იგივეა, წინა თეთრზე 2 თეთრი. ეს ხო ასეა, აქაც ხო ასეა. გადმოდიხარ, აქ მთავრდება ნახაზი და აქ იწყებ ისევ თავიდან. 2 თეთრი. 2 თეთრი. 1, 2, 3 ლურჯი. 1 თან მოგვაქვს თეთრი ძაფი. 3 ლურჯი. როცა ბევრი თვლებია ერთი ფერის, არ დაგავიწყდეს, რომ აქედან მეორე ძაფი გამოიყოლო და არ დაგრჩეს სადმე. 3. მე-5 რიგს ვგსოვთ, მოვგსოვე 3. 4 თეთრი. 1, 2, 3, 4 თეთრი. აი ეს 4 თეთრი მოვგსოვე. 3 ლურჯი, ისევ 4 თეთრი. 3 ლურჯი, 1, 2, 3, ისევ 4 თეთრი. 1, 2, 3, 4 თეთრი. 3 ლურჯი, 2 თეთრი, 1 ლურჯი. მე კიდევ თვალე იქ, მაგრამ ნახე, ბოლო 2 თვალი რიგი დამთავრდა და რომელი ფერიც მოყვა. მეტი აღარ გრძელდება. მოვგსოვეთ მე-5 რიგი. ვიწყებთ მე-6-ს. ახლა ვნახოთ, რას ვაკეთებთ. ვიწყებთ მე-6 რიგს და ნახე, აქედან ხო იწყება თვლები. ეს ხო თეთრები იყო.
პირველი თვალი ახლა ჩასვიო დასაწყისში ლურჯი. აქ ხო იყო ორი თეთრი, ორი რიგი ვგსოვდით ასე. ახლა ნახე. გამოჩნდა ისევ ლურჯი და ვგსოვ ერთ ლურჯს, ასე მიჩვენებს ერთი ლურჯი. ორი თეთრი, სამი ლურჯი. ორი თეთრი, სამი ლურჯი. თან მეორე ფერის ძაფს წამოვიღებ. სამი ლურჯი. ახლა ნახე. 1 2 3 4 5 ლურჯი უნდა მოვგსოვოთ. უკაცრავად. სამი ლურჯი. ორი თეთრი დამავიწყდა. აი, 1 2 თეთრი აქ ისევ. არაფერი შეგვეშალოს არ გამოგვივა არაფერი. მაშინ. აი, ახლა ვიწყებთ 1 2 3 4 5 ლურჯის. ორჯერ მოვგსოვეთ თეთრები 1 და 2, ხო? 1 და 2. ახლა მოვგსოვთ 5 ლურჯ თვალს. 1 2. ახლა ნახე მე შევაბრუნებ ამ ძაფს. დავიხვევ მეორე თითზე, ქვედა მხარეს დავტოვებ. აი ნახე, ქვედა მხარეს დავტოვე ლურჯი. ქვედა თითზე დავიხვიე. და რატო ნახე? ლურჯი მაქვს უფრო ბევრი მოსაქსოვი და თეთრი ძაფი უნდა გამოვიყოლო, ხო? ამიტომ აქედან რო არ ვახვიო ასე როგორც ვგსოვთ სხვა დროს, როცა საჭიროა ვგსოვთ. ახლა ყველაზე ბევრი თვლები უნდა ამოვიყვანო ლურჯი და ქვედა მხარეს დავტოვე. ქვედა თითზე დავიხვიე და ვიწყებ გსოვას. ერთი, ორი თვალი ხომ მქონდა აქ მოგსოვილი, 3, მჭირდება 5, ნახე. 4, 5. 5 ლურჯი. 2 თეთრი, 3 ლურჯი. 2 თეთრი, 3 ლურჯი. აი რატო ვტოვებ ქვედა მხარეს იმ ძაფს, რომლითაც ბევრი თვლებია მოსაქსოვი. 3 ლურჯი, 2 თეთრი. 1, 2 თეთრი. ნახე, აი ეს რაც ახლა ჩვენ მოვგსოვეთ. ეს არის იგივე რასაც ვგსოვთ ჩვენ მეორე რიგზე, აი აქ. მაგრამ ნახე, აი აქედან ეს 5 თვალი ლურჯი გადმოდის აქ. ასე ხოა ეს და აქ მოითხოვა 5 თვალი, როგორც დასაწყისში ვსაუბრობდი. ახლა ასე ხოა ეს, ხო? აქ გადმოვიდა ეს 5 თვალი. დანარჩენი 1 2 3 4 თეთრი ახლა აქეთ უნდა მოგსოვო, ხო აქ ვგსოვდით 1 2 3 4. მერე იყო 5. ახლა ეს პირველი მოვგსოვეთ 1 გრეხილი, რა ვიცი რაც ქვია, 5 ლურჯი. ახლა ნახე 1 2 3 4 თეთრს მოვგსოვ, შუ და შუ იქნება 3 ლურჯი, 3ჯერ ლურჯი. 2 თეთრი. აი აქ ვარ, ხო? 2 თეთრი. 1 2 3. 1 2 თეთრი. ახლა ვნახოთ რამდენჯერ ვგსოვთ. 5-ის შემდეგ უნდა მოვგსოვოთ. აი ამ 5-ის შემდეგ, 5 ლურჯი თვალის შემდეგ უნდა მოვგსოვოთ 1 2 3 4. 1 2 3. ეს 3 ლურჯი ისევ აქ, 2 3. 4ჯერ 2 თეთრი. აი ნახე.
1 2 3 4 4 წერტილი 2 თეთრი თავისთავად გამოვა შუა და შუა 3 წერტილი 3 ლურჯი 1 2 3 იმედია გავგებრად არ ვსაუბრობ ახლა იქნება 5 და ვართ აი ისევ აქ აი აქ რო აღარ გააგრძელო აი ამის დასანახად რო აღიქვათ აი იმიტომ დავხაზე ეს ამხელა სქემა თორე ახლა 5 ხოა აქაც ხო 5-ია აქედან გააგრძელე ისევ 1 2 3 4 5 ახლა ვიწყებთ ისევ 3 თეთრი 1 2 3 თეთრი უკაცრავად 2 თეთრი უკაცრავად 2 თეთრი 3 ლურჯი რამდენი ყურადღება და დაკვირვება უნდა რიგი დამთავრდა რამდენიც მოვგსოვეთ აქ მოვგსოვეთ და ნახეთ მე-6 რიგი რომ მოვგსოვეთ ჩვენ ეს სქემაც დამთავრდა ახლა მოვგსოვოთ მე-7 რიგი მთლიანად ლურჯი რადგან ეხლა ეს ამ შემთხვევაში ლურჯი ფერი რატომ რიგში რატომ მივამატე ხო პირველი რიგი ხო იწყება აქედან და აქედან რა ფონზეც მოგსოვთ აი ამ გრეხილებს ხო მოხატავთ ის ფონი ხო გჭირდებათ პირველი ერთი რიგი რო დაიწყოთ და შემდეგ რო გადაგხსოვოთ რო ეს მთლიანად გამოგივიდეთ ახლა აქ რო სხვა ფერი კონდეს და შემდეგ სხვა ფერში ჩააგსოვო არ გამოვა ლამაზი ამიტომ ერთი რიგი პირველი რიგი იმიტომ დავნომრე მე-1-დან 7-მდე თორე სქემა არის აი 5 სულ პირველი რიგი უნდა გადაგხსოვო ის ფერი მთლიანად რომელ ფერზეც უნდა მოხატო შემდეგ ეს და აუცილებლად რომ დაამთავრებ აი აქ სქემას მე-6 რიგი რო დამთავრდა მე-7 რიგი ერთი რიგი კიდე უნდა გადაგხსოვო რა ფონზეც ხსოვდი ახლა მე მოვგსოვ ერთ რიგს ლურჯს აი როგორც მაქვს მოგსოვილი ერთი რიგი ლურჯი გადავხსოვე მთლიანად და ლურჯზე მოვხატე ახლა ეს ახლა ერთ რიგს კიდე მოვგსოვ რომ მთლიანად გამოჩნდეს რაც გავაკეთე ახლა ნახე ეს თვლები ისევ აქ არის სქემა კი დამთავრდა მაგრამ სხვადასხვა ფერებია და მე რო კიდე სულ სხვა ფერი დავამატო ეხლა აქ არ ვიცი რა გამოვა ვერ გეტყვი ამიტომ იმ ფონზე რა ფონზეც ხატავდი შენ ერთი ფერი ეს ერთი მთლიანად გადაგხსოვე რომ ნახატი დამთავრდეს და თუ არ შეგეშალა და ყველა თვალი ფერებში ვამბობ სწორად ამოიყვანე და თავის ადგილას ძალიან ლამაზი გამოვა ეს სქემა თუ არა და ძალიან კარგად გამოჩნდება უადგილო-ადგილას ამოყვანილი ფერის თვალი აი რატომ უნდა გადაგვექსოვა ლურჯით აუცილებლად უნდა დაამთავროს სქემა რომ გამოჩნდეს რაც მოხატე აქ ახლა ნახეთ ვიწყებთ ჩვენ ერთი შვინდისფერი ახლა როგორც აქ გვაქვს რომ გამოვიდეს მთლიანად ის ნახატი და ჩავსვათ ჩარჩოში რომ არ დარჩეს აქ უსასრულობაში სადღაც დაკარგული ახლა მე აი ასე მოვახვევ და ვიწყებ პირდაპირ თქვენ შეგიძლიათ ეს აი აქ ძაფებში ჩაანასკოთ
და აუცილებლად ფერს ვცვლი და მე აქ ვამატებ ამ ძაბს, ხო? და ასე ვიწყებ. ახლა ნახე, აი აქ დავამაგრებ. შემოვახვევ ამ საქსოვ ძაბს. კიდე მოვქსოვ, კიდე შემოვახვევ. არც ჩამინასკვებია არაფერი, ასე შემოვახვევ. ასე, რაც ზედმეტი დარჩება, მერე მოვაჭრი და დაიკარგება. აი ასე, აი დავამაგრე ახლა ეს მე აქ. და მოვქსოვ ერთ რიგს. კიდევ რა იყო ის ვერ თქვენი ვიდეო სადაც ვნახეო და რომელი ვიდეოც ვნახეო, ხო, შემდეგ არ ვიციო თქვენ გვერდზე ვერ უპოულობ სხვა ვიდეოებსო, საიდან ვნახო და ის ვიდეო, აი მაგალითად ეხლა გახსენით ეს ვიდეო და უყურეთ ამას, ხო? ამ ვიდეოს ქვეშ ხო წერია ჩემი სახელი და ნახატიც არის იქ. ნაქსოვი რაღაც ასეთი რგვალი. ის გახსენით. და ამოვა იქ ვიდეოები აწერია იქ დასაწყისი იქ რაღაცა მოკლე ვიდეოები, ბევრი რამე, მაგრამ ვიდეოები წერია და ის ვიდეოები გახსენით, როცა გახსნით ვიდეოს ქვეშ ჩემ სახელს. შემდეგ გახსენით კიდე ვიდეოები, სადაც წერია და იქ ნახავთ ყველას. იქ არის გამოწერაც, თუ გინდათ ყველა ვიდეო ნახოთ და გამოიწერეთ და ნახავთ, თუ არ გინდათ არ გამოიწეროთ, რა ვიცი. ერთი სიტყვით. და მე ყოველთვის ნახავთ იმ ვიდეოებს, აღარ დაგეკარგებათ. აი ასე იპოვით. თქვენ ვიდეოს უყურეო და სხვები ვეღარ ვიპოვეო. ასე იპოვით. იმ ვიდეოს ქვეშ სადაც უყურებთ, დაბლა წერია ქვეშ გვარსახელი ჩემი და არის პატარა ნახატიც იქ, რაც დევს ჩემს YouTube გვერდზე. და იქ რო გახსნით იმას, მოხვდებით ჩემ გვერდზე და გახსენით ვიდეოები. მიხვდით ხო ახლა მე რას ვქვსო? ნახეთ? აი ამ რიგს ვქვსოვ, აი ამ რიგს ვქვსოვ. ამ რიგს ვქვსოვ, შუა რიგს, რა ვიცი. მოვქვსოვე ეს ხო და მოვქვსოვეთ ჩვენ. მერე მოვქვსოვე ახლა აი ეს შვინდისფერი პირველი რიგი და ახლა ვქვსოვ აი 1. ეს აშკარაა, ხო, აი ეს სხვა ფერია, ეს სხვა ფერია, ეს სხვა ფერია, ეს სხვა ფერია. აი ამას ვქვსოვ ახლა მე. ერთი თვალი ერთი ფერი, მეორე თვალი მეორე ფერი და იგივე და იგივე. ეხლა ეს, ეხლა ეს. ეხლა ეს, ახლა ეს და გამოვა აქ ეს შემნაცვლებით ერთმანეთის თვლები ფერებში. აი ეს. და დაიხურება სქემაც და გამოვა ლამაზი. არ დაიკარგება ნაქსოვში, არ დაიკარგება, არ იქნება ულამაზო. დაუმთავრებელ ნაქსოვს ნახატს სქემას გავს თუ არ შემოსაზღვრე, ასე ვთქვათ. თავისი საზღვრები არ მოუქვსოვე. თითო თვალი, თითო ფერი. ახლა ერთი რიგი უნდა მოვქვსოვო ისევ შვინდისფერი, რადგან აი აქ ასე მიჩვენებს. ეს რა ფერითაც ქონდათ მოქვსოვილი,
თქვენ შემთხვევაში არ ვიცი რაფერი იქნება, მე ერთი რიგი აი ამ სქემის პირველი რიგი ხომ მოვგზოვე ეს. შემდეგ ერთმანეთში გადანაცვლებით, ახლა ისევ ერთ რიგს მოვგზოვ. აი ასე. და გამოგვივა აი ეს. აი ეს. აი ასეთი. ახლა აი ამ პატარა სქემას უკვე იმდენი ხანია ვგზოვთ და ვიმეორებთ, რომ მგონი უკვე კარგად იცით. თქვენ შემთხვევაში იქნება ალბათ სხვადასხვა ფერები. აი მაგალითად ნახე ახლა აქ როგორაა შეცვლილი ფერები და როგორაა მოგზოვილი. და შემდეგ ის ახლა ეს შავშია ხო მოგზოვილი, შავი რიგი, ერთი რიგია მოგზოვილი, ვარდისფერი აი ეს თვლებია ჩაქსოვილი და ისევ შავი. და იქ დასაწყისში კიდე წინ მწვანე აქვს და შემდეგაც მწვანე და ნახე ერთიანობაში რა ლამაზია გამოსული. ახლა ლურჯი უნდა მოვგზოვო, ეს ფერები დამთავრდა აქ. ნახე, ორივეს შიგით ამ მხრიდან ვტოვებ, ფერს ვცვლი და აუცილებლად ამ ლურჯს აქ ვტოვებ. ეს არც ერთი აღარ მჭირდება. აი ასე. როცა ფერს ვცვლით, ეს არ დაგავიწყდეთ, რომ მოახვიოთ აქ. ახლა ნახე, აქ ორი ძაფი მაქვს, მე დატოვებული უკვე, რომ დაამთავრეს ქსოვა და აღარ გვჭირდება. აი ასე ჩავამაგრებ ახლა. კი არ ჩავანასკვებ. აი ასე მოვახვევ და მოვგზოვ. ახლა მეორეს მოვახვევ აქ და მოვგზოვ. ახლა მეორეს. ახლა მეორეს. აი ასე. შემდეგ ავაწყოთ ეს სქემები და მოვგზავნოთ მთლიანი წინდა. სქემები წაკითხვა და მოგზავა თუ ვისწავლეთ, ახლა ეს წინდაზე ხო უნდა დავალაგოთ ხო ყველა თავთავის ადგილას. აი ბოლო თვალი და ის მოხვეული ძაფი, აქედან გამოიყვანე თვალი, ერთად მოგზოვე, ცალ-ცალკე არა. აი როცა მოიყოლებ იმ თვლებს, რას ვამბობ ხოლმე, ორი ძაფით რო გსოვა, აი არაფერი არ გვჭება აქ. აი ასე იქსოვება ეს შიგით ამხარე, აი ასეთი ძაფები არასდროს არ დაგრჩება ასე გადმოძაბული სადღაცას. არც ერთი, არსად. ამას კიდე მოაჭრი აქ. აი ამასაც მოაჭრი. აი ასეთი სუფთან აქსოვი გექნება შიგით ამ მხრიდანაც.
ეს დღევანდელი ჩვენი ნამუშევარი. ეს სქემა, ახლა მე მგონი გასაგებია ეს ამხელა სქემა რო იყო, უკვე გეცოდინება აქამდე რომ მოხვალ ისევ თავიდან დაიწყებ. ამობეჭდეთ, გექნებათ ყოველთვის, როცა დაგჭირდებათ, გექნებათ. ესაც აქ იყოს. აბა თუ გამოჩნდება, რაც გავაკეთეთ, აი მშვენიერი ნახატი გადმოვიტანეთ წინდას. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.